ჩემს უკან არაბული სოფელია, რომელიც მიტოვებულია. იმ დღეს ინტერნეტში ვძრომიალობდი და აღმოაჩინე, რომ საქართველოში ესეთი რაღაც გვაქვს. ძალიან დამაინტერესა, ვინ ან რისთვის გააკეთა ასეთი რამ. ხო და დღეს მოვედი იმისთვის, რომ აქაურობა გამოვიკულიო. ძალიან მაინტერესებს როგორია. მაგრამ ამ ყველაფრისთვის ბარემ ენერგიასაც აღვიდგენ. გამოსაკვლევი და სანახავი ამ სოფელში მართლაც რომ ძალიან ბევრი რამეა. ვიფიქრე თუ ყველა მათგანს დეტალურად გამოვიკვლევდი, საბოლოოდ შევძლებდი გამეგო, რისთვის არის ეს სოფელი გაკეთებული. ამ ყველაფრის მარტივად გასაგებად მოდი თავგადასავლების რუგა გავშალოთ. ბევრი რამე მოხდა ამ სოფელში. მე კი პირველად რაღაც უცნაური თაღი შემოხვდა. ეს დიდი ალბათობით ამ ქალაქის შემოსასვლელი თაღია. გადავწყვიტე ბარემ ჩანახატები გამეკეთებინა. თითქოს ესე ნამდვილ აღმომჩენად ვიგრძენი თავი. რამდენად გამომდის ეს უკვე თქვენ უნდა შეაფასოთ. კომენტარებში დამიწერეთ, ოღონდ ბევრი არ გამოვანწყოთ. აი ეს დიდი ალბათობით არის გოდორი, რომლის მოკიდებასაც შევეცდები. ვა, ნაღდი არაბი, ზვიანგინი არაბინი. იუტუბერინი. Zerski maimuni gangsterito from Tbilisini. შემდეგი აღმოჩენა გოდორი. რა თქმა უნდა, გოდორის ჩანახატიც გავაკეთე. ძალიან მალე განვაგრძე გზა. დრო არ უნდა დამეკარგა, რადგან მთელი სოფელი მაქვს გამოსაკვლევი. სხვათა შორის ზოგი რაღაც უცნაურიც იყო. კიდე ესეთი ჭავი პოვე. ნამდვილია. ძალიან მაინტერესებს რამ სიღრმეა. არ მეგონა ამას ძირი თუ ეკნებოდა და აქ წყალი ესხმეოდა ნამდვილად. ესეც ჩვენი ჭა. ამ სოფელში ასევე შევხვდებით პალმებს, ბევრ პალმებს. პირველ რიგში მე რაც მაინტერესებს არის ის თუ ნამდვილია თუ არა ეს, თუ დეკორაციაა. ნაღდია, ბიჭო, ასე ხარ? პალმების წარმომავლობის გაგების შემდეგ რატომღაც მათ შეაძრომა გადავწყვიტე. ავძვრები ამაზე? ხო, რაღაც ხიფათებს შეიცავს ეს ყოველივე მართალია. მე ერთი დღე მერავდვალიშვილივით ვიცხოვრე. Badly for you, no! No! The machine's climbing it! Is anybody watching this? განვაგრძოთ განხილვა. ეს სამი რაღაც გამოვიკულიეთ, მაგრამ დიდ ინფორმაციას მაინც არ იძლევა ამ ქალაქის შესახებ. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვნახო. სახლები. პირველი რიგში რაც მაინტერესებს, აი ეს ხე ნამდვილია თუ არა? ნამდვილია, ბიჭო. სახურავები არა აქ. წვიმაც არ მოდიოდა დიდი ალბათობით არაბეთში არასდროს, მაგრამ ამ ქალაქში ბევრნაირი სახლია. იმ სახლისგან განსხვავებით, ამ სახლებს შემოღობილი აქვს. არ ვიცი რა თუნდოდა. თხებს აბავდნენ ალბათ ეს ადგილებში. მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა არა მათ ვიზუალს, არამედ იმას აქვს თუ რისგან არის გაკეთებული. გარედან კი მართლა ძალიან გავს ნამდვილს, მაგრამ ახლოდან არის ბუტაფორი, აი ასეთი რაღაცებით არის გაკეთებული. არც ერთი მათგანია ნამდვილი და აქაურობაც რაღაც უცნაურად გამოიყურება. საქმე იმაშია, რომ ამ ადგილზე ფილმი გადაიღეს და ჩემი აზრით აქაურობაც უბრალოდ ბუტაფორია. ამის მიუხედავად აქამდე რაც ვიპოვე, ყველაფერი ნამდვილი იყო. აი შემდეგ აღმოჩენაც ასეთია. ვაუ. ახი რა მაგარი ადგილია, ფრეშ ცხვრის ცურცლი. მე მგონია, რომ ახლაც აქ ვიღაცები უნდა ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცები არ დაგხვდებოდა. აქაურობა ისე გამოიყურება, თითქოს სხვარი ამ წამს იყო აქ. ამას ისიც ემატება, რომ სიმაღლეზე ასულმა თხების ფარაც კი დავინახე. მე მგონია, რომ აი იმ თხებს რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეთ აქაურობასთან. ახლა ყველაფერი აირია. ზოგი ნაწილი ნამდვილია, ზოგი არა. აი ზოგში საერთოდ ცხოვრების კვალიც კი დატოვებული. კაი, თქვათ ფილმი გადაიღეს. ზოგი რაღაც ნამდვილი მასალისგანაც კი გააკეთეს. მაგრამ შემდეგ მიატოვეს და წავიდნენ. ამის მიუხედავად, ამაზე რა სიტყვით? აი სახლების დათვალიერებისას რაც ვიპოვე, ის კიდევ უფრო რევს სიტუაციას. ამიტომ სულ უფრო და უფრო რთული ხდება გავიგო, რისთვის იყენებენ ამ სოფელს. აი აქ რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი. ეს საწოლი კარგად დაიმახსოვრეთ. ცოტა ხნით სხვა სახლების დასათვალიერებლადაც გავედი. ბევრი რამე ვიპოვე, მაგრამ რაღაც უცნაური ხმა მომესმა, ამიტომ გადამოწმება გადავწყვიტე. რაღაც ხმები გავიგე იქით ამ მხრიდან და ნამდვილად არ მინდა რომ გავიდე ხა. გმერთო, თუ სწორად ხვდები, აქ არავინ არ არის. თუ ვინმე ხარ გამოდი.
არ მახსოვს ეს პარკი აქედო თუ არა. შიგნით ჩახედვა, ნამდვილად არ მინდა. ამ პარკს ყურადღება დიდად არ მივაქციე, იმიტომ რომ არ მახსოვდა წეღან აქიდო თუ არა. სიმართლე რომ გითხრათ, მეგონა წეღანაც აქ იყო. და საერთოდაც ვერ მივხვდი რამხელა ამბის წინაშე ვიყავი. ამ ამბებს გადამკიდე სახელების შანახატი აღარ გამიკეთებია, მაგრამ სამაგეროდ დეტალურად აღვწერე. ამას ისიც ემატებოდა, რომ ძალიან ცხელოდა. ამიტომ საერთოდ ვეღარ ვაზროვნებდი. განსატვირთად ცოტა ღლაბუცი გადავწყვიტე. გადავწყვიტე იმ ფილმის მონაკვეთების პოვნა და იგივე ადგილზე ფოტოების გადაღება. ფილმის კადრი მოდი შევეცადოთ რომ აღვადგინოთ. ძალიან მაგარი იქნება. აბაგიო შენი აზრით დაახლოებით სად არის? ეს ორსართულიანი სახლია. წამოდი. ვიფიქრე ორსართულიან სახლებს დავათვალიერებდი და იქნებ ეს სახლი მეპოვა. მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ვერსად ვერაფერს მივაგენი. კაი, პირველ რიგში მოდი ორსართულიანი სახლი ვიპოვოთ. იქიდან აქეთ ხო არ არის? რა საზღრობაა ეს რა არის? ანუ თითქოს გავს ეხა ამ სახლს რა. მაგრამ გვერდი და ფანჯარა არ აქვს. ყველა სახლს ამ ფანჯარით ვამოწმებდი. თუ ეს ფანჯარა ექნებოდა, ესე იგი იგივე სახლი იყო. ეს ნაწილი ძალიან გავს რა, მაგრამ არც ამას ის არა, ფანჯარა არ აქვს. ესე სოფელი სხვაგანაც ხო არა აშენეს. იქ ხო არ არის? იქნებ რამე ნაწილი ჰქონდა აქ რო, რომელიც დაიკარგა, დაინგრა. არ არის ძმაო. ვიფიქრე, მოიტა მე ვიზავთქო და ძებნას თავი დავანებე. რთული აღმოჩნდა. თან ჩვენი ყურადღება ამ უცნაურმა შენობამ მიიპყრო, რომელიც სახლს ნამდვილად არ გავდა. ეს რაღაც უცნაური watchtower-ია, რომელზეც ასვლად შევეცდები. ასვლა ცოტა საფეხბურთო კი იყო, მაგრამ მე მაინც აუძვერი. საშიშია ძმაო აქასო. აი აქედან დავინახე ქალაქს მოშორებული ორი უცნაური რამ, რომლიდანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მეორე ფოტოს. ამიტომ ეგრევე წავედი მის სანახავად. ამ შენობის შანახატის გაკეთებაც სრულიად დამოიწყდა. არ ვიცი რის ბრალია, მაგრამ აქედან დაიწყო ჩემი მთავარი მიზნისკენ სulis შეჩერება. ის ჭა შენი აზრით ღრმა იქნება, იქ შიგნით რო ნახე ღრმა იყო და. შენ ფიქრობ რომ იქ წყალი არ ესხმება? არა, არ მგონი. რო ესხას შიგ წყალი. აი, ფეხებზე მკიდია რომ ეს ხარ შეიძლება არ იქნება, იმიტომ რომ მაგრამშია და ერთ სულ აქ შიგ რა საჭმელი გავაკეთო? მაგრამ სანამ იქამდე მივიდოდი, გზად კიდევ ერთი საინტერესო რაღაც დამხო. ეს რა მაგარი. ოვეთ მეგობრებო. აი ენა პაკუიპროს. ამის ჩანახატის გაკეთებაც დამავიწყდა. ხომ გეუბნებით, ეს პრობლემა იზრდება და ნელ-ნელა სრულიად მავიწყდება, რომ გასარკვევი მაქვს ამ ადგილს რისთვის იყენებენ. მაგრამ ახლა ის მქონა გასარკვევი, ამ ჭაში წყალი არის თუ არა. ჯერ პირველ რიგში ვნახოთ ეს ღრმა არის თუ არა. აი ბიბლიას რო გითხობთ პატარობაში, აი ესეთი ტექსტურებით წარმომედგინე და ყველა. არ ვიცი, მე მგონი რომ წავაგე. მაიცა, ამას ხელით ვატრიალებ. ისიც გავიაზრე, რომ ამ ადგილს რაღაც აკლდა. რეალურად ძალიან გავს, მაგრამ აი ეს ტოტები არა აქვს და გადახურულიც არ არის შესაბამისად. ჩემი აზრით იქ რო სურათში გადახურული რო ქონა აი ეს ტოტები, ხო და ვიღაცა მოაძრო და აქ დააწყო, არ ვიცი. გადაუღო რა რამ სიმაღლე არის, მაგრამ როგორი ძლიერი ვარ. ნუ ერთი სიტყვით მგონი რომ ეს ფოტო აღვადგინე. უკან წამოსვლისას წესით ამ ქალაქის გამოკვლევა უნდა გამეგრძელებინა. მაგრამ მეც და ჩემს ოპერატორსაც მოგშვიდა. გიორგის თურმე ამასობაში ძალიან მოშიებია და ბატონ გიორგის მე შევთავაზებ რომ გავუკეთებ ძალიან გემრიელ საჭმელს, რომელსაც ქვია შაკშუკა. თქვენ ეს რა არის შაკშუკა? შაკშაურმას მოდიფიცირებული ვერსია. უკვე 3 საათია ამ სიცხეში დავბოდიალობთ. ამიტომ გადავწყვიტე რაიმე არაბული საჭმელი გამეკეთებინა და ერთად გვეჭამა. ოპერატორს ისე მოშივდა, სანამ საჭმელს გავაკეთებდი, ბარემით გავუმასპინძლდი, რომ ენერგია აღედგინა. აი საკითხავი ისაა, ჭამის შემდეგ თუ გავაგრძელებთ აქაურობის გამოკვლევას. ჩვენ გვაქვს ზეთი, ტაფა, რომელიც უნდა შევაცხელოთ. კვერცხი, სუნელები იქ რაღაცები ეწერა. სახში რომ ეს ვიზუალზე მომეწონა, ისინიც ამოვიღე. გემოებით არ ვიცი როგორ იქნება. და ნიორი, რომელსაც ერთი კბილი აკალია, 2 ცალი პამიდორი. შაკშუკას მხოლოდ რეცეპტი მაქვს დაგეთული. ვიზუალურად როგორ უნდა გამოიყურებოდეს, არ ვიცი. აბა ვნახოთ, რასაც გავაკეთებ, რეალურ შაკშუკასთან ახლოს იქნება თუ არა. პირველ რიგში უნდა ჩავჭრათ პამიდორი. არ გინდა. აი მე ღმერთო, მე მაგას არ შევიჭამ. ცოტა პატარებად უნდა დამეჭრა მე მგონი. ო არა. ოპა. არა. სოფი ხარ. მეგობრებო, ჩვენი შაკშუკა დამზადდა. ნამდვილ შაკშუკას რამდენად გავს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იქნებ გემოხონეს კარგი. უბრალოდ ძაცხელია ჯერჯერობით. სანამ გაციებას უვოლდებოდი, გადავწყვიტე, რომ ჩემს მთავარ მიზანს დავუბრუნებოდი. შესაბამისად აქაურობის გამოკვლევა გავაგრძელე და ესეთი უცნაური გალავანიც ვიპოვე. ამის ჩახატვა უკვე აღარ დამვიწყებია, მაგრამ ისე მომშივდა, რომ გამოკვლევის გაგრძელება ვეღარ შევძელი. რეალურ შაკშუკას მგონი ლავაში არ უნდა, მაგრამ მე ჩემი ინიციატივით მაინც დავამატე. ოპერატორმა უარი განაცხადა ამის ჭამაზე, ვიზუალურად არც ისე მომხიბვლელია. ამიტომ მხოლოდ ჩემთვის დავიტოვე, მაგრამ მისი გასინჯვა ასე უბრალოდ არ მინდოდა.
მინდოდა ამ სოფელის ფონზე მეჭამა. ამიტომ სიმაღლეზე ავედი და იქ დავაგემოვნე. ჩვეულებრივი პომიდორის და კვერცხის გემო ჰქონდა. აქ მიკროფონს რაღაც დაემართა და ვერ მოგასმენინებთ ჩემს ემოციებს. აქაურობის შესახებ ბევრი მაინცურაფერი ვერ გავიგე. ფილმში აქაურობა ვითომ მედინაა. სწორედ აქ გამოიქცა მუჰამედი, როდესაც მექაში ემუქრებოდა ბიძამისი მოკვლით. მაგრამ იმას ნამდვილად ვერ მივხვდი, ცხოვრების კვალი საიდან იყო აქ დატოვებული. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ. აი ფიქრში და ენერგიის აღდგენაში კი რა თქმა უნდა ბარემი დაგეხმარებათ. სხვათა შორის გემრიელიც არის.